დღევანდელი პოლიციელების ფსიქოტიპებზე, არ ვიცი, ერთი ტიპის ალბათ არ არიან, ხო, რამდენიმენაირები არიან, მაგრამ აი მოქალაქემ რა როგორ შეიძლება იცოდეს ვინ იცავს მათ უსაფრთხოებას. ძალიან და ძალიან უხეშად რო ვთქვათ, შეიძლება სამი ტიპი გამოვყოთ. ერთნი არიან ესეთი ნეიტრალური ხასიათის ადამიანები და ამ ბოლო პერიოდში ამ ბოლო წელიწადში ძირითადად მოდიან ისეთი ახალწეულები, რომლებსაც განსაკუთრებული რაღაცა мотиваცია არ ღრხნით. ანუ ესერი არიან ადამიანები, ნეიტრალურად განწყობილები, თვითონ საპოლიციო პროფესიის მიმართ, მათ სურთ სტაბილობა, სტაბილური ხელფასი და რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ასე თვლიან, მაგრამ მეტნაკლებად ესეთი ჩვეულებრივი მსუბუქი სამსახური, სადაც საჭეს მართავენ და სანამ ახალ საქმეს ან ახალ ბიზნესს არ აწყობენ, იქნებიან პოლიციელები. ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არ არის ჩემი ირონიული დასკვნა, ეს არის წინადადებათა ნაკრები გაჟღერებული შუა სასწავლო პროცესში. კი ბატონო. არიან ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებისკენ, ამ ძალაუფლების მოპოვებისკენ არიან მიდრეკილები. ადვილია ხოლმე ამის ადვილი იყო ამის დაიდენტიფიცირება სასწავლო პროცესში, იმიტომ რომ როცა ხსნი მაგალითად ისევ ყველაზე მარტივს ეფექტიანი კომუნიკაციის სტანდარტს და ეუბნები, რომ იცი რა არის, მოლაპარაკებაზე შეგიძლია გახვიდე ასე, ის ძალიან ისეთი ქილიკით და ხუმრობით, კარგი რა, გადააკაპოტე და დაადე რა, ნარუჩნიკები, რა თუნდა მაგდენი ლაპარაკი. სასაცილოა, მაგრამ ეს იყო ხოლმე ტენდენციური პასუხი. ან რაღაცა ეხლა მაგას მოუთმენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ არ არიან პოლიციელები. გამარჯობა, კი ბატონო. სუსტად ეს არის სავალალო ამბავი, რომ შერჩევა არ არის გაფილტრული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შენ ამ ხელა პასუხისმგებლობის მქონე პოზიციაზე და პროფესიაში როცა მოყავს ადამიანი, შერჩევა საკმაოდ კარგად გაწერილი უნდა იყოს, ფილტრაცია კარგად უნდა ხდებოდეს, რომ ის ადამიანები დაგრჩნენ, რომელსაც კარგად ესმის ღირებულებითი სისტემა ამ პროფესიის, ნებელობა აქვს განვითარებული და ხდება ძალაუფლებასთან ერთად რამხელა პასუხისმგებლობა და რისკი აწევს ამ პროფესიას. და მესამე კატეგორია არის ის ადამიანები, რომლებსაც მემკვიდრულად, ასე ვთქვათ, აქვს გადმოცემული სწრაფვა ამ პროფესიისადმი და ყველაზე კარგად აქვს გაშინაგნებული და დანახული როგორც ფასეულობა და ღირებულება ამ პროფესიისა, ისე რისკ ფაქტორები და მიუხედავად ამისა, ისინი მოტივირებულები არიან, რომ პირნათლად შეასრულონ ამ პროფესიაში დავალებული საქმიანობა, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში.